მოკლედ, ეხლა გვეყოლება ძალიან საინტერესო სტუმარი, ენდოკრინოლოგი ეკატერინე ინაშვილი. და ქალბატონო ეკატერინე. გამარჯობა. ანტონიანი წავიდა. არა, როგორ ბრძანდებით? მოგბრძანდით, როგორ ბრძანდებით? კითხები გვაქვს, ესეც საინტერესო და დამამშვიდებელ პასუხებს ვერის სადაც გნებავთ. მინუს ფაზები მახსენდება ენდოკრინოლოგი. ეკატერინე, მოვიდა ზაფხული. თავარი კითხვა. ეხლა ნახეთ, ყველა ვინც კი ირგვლივ არის, ქალი, კაცი, გოგო, ბიჭი, ყველას უნდა გადავიდეს დიეტაზე და ერთ თვეში უნდა რომ სანაზღვის სანაპიროზე ლამაზები გამოჩნდნენ. ყველას ეხლა ახსენდება და მოგვიყევით რა უნდა ქნან, როგორ უნდა ქნან. ნუ სალომე არ უნდა რო არ შევეწიროთ. კარგი, გიკითხეთ კარგი. გისმენთ. პირველ რიგში მოგესალმებით კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მოწვევისთვის თქვენს უსაყვარლეს გადაცემაში. ზაფხულს რაც შეეხება მართლაც აქტუალურია, ყოველთვის აქტუალურია დიეტები, მაგრამ ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით და სიფრთხილით მინდა მოვეკიდოთ ამ საკითხს, რადგანაც შეიძლება მივმართოთ უფრო მკაცრ დიეტებს და ამ დროს საფრთხეა იმისა, რომ დავიზიანოთ ჯანმრთელობა. სერიოზული პრობლემები შეიძლება შეიქმნას ნამდვილად. და რა უნდა გავითვალისწინოთ, ანუ რა საფრთხეები შესაძლებელია იყოს ზაფხულში ჰიპოკალორიულ დიეტებთან დაკავშირებით. პირველ რიგში შეიძლება იყოს დეჰიდრატაცია, ანუ გაუწყლოება. თუ არ არის საკმარისი რაოდენობით მიღებული სითხის რაოდენობა, წყალი ყველაზე ჯანსაღი სითხე რაც არის დღის განმავლობაში, ყავა-ჩაი რა თქმა უნდა არ ითვლება. ყველაფერი იცის, მაგრამ ვერაფერს ვერ შვება. მე ბოდიში, აი ხო ვიტყვი რა, როცა ადამიანი კომფორტულად გრძნობს თავს, ქალი ნებისმიერი წონით არის ლამაზი. თავია შენ როგორ ხედრაში ხარ? დიეტაზე გადავდივარო, მე მაგალითად გული მწყდება. ისეთ კარგად გამოიყო. ხო, ანუ თუ არ გაწუხებს და თუ კარგად გრძნობ თავს და ხედრაში ხარ შენ წონასთან მიმართებაში, ამაზე კარგი არაფერი. უბრალოდ მე ცოტა ზედმეტილაკები მე პირადად ცოტათი მაწუხებ, ცოტათი. გაწუხებ. ცოტათი. ხო და აი ეკატერინე, ანუ რა არის ის სითხე უნდა მივიღოთ, ბევრი ვიცით 2-3 ლიტრი წყალი კონკრეტულად, ხო? ენერგიის დეფიციტი შეიძლება განვითარდეს, მე რასაც თან ახლავს შფოთვა, გაღიზიანება, მუთენთილობა, ასე შემდეგ. შეიძლება განვითარდეს ჰორმონალური დისბალანსი, განსაკუთრებით ქალებში შესაძლებელია მენსტრუალური ციკლის დარღვევაც კი გამოიწვიოს. ასევე კუნთური მასის კარგვა არის მნიშვნელოვანი, ამიტომაც ცილის რაოდენობა უნდა იყოს დაბალანსებულად მიღებული. დიახ, ასევე შესაძლებელია იყოს ისეთი დარღვევები, როგორიც არის, ნუ უფრო ხშირად რაც ახლავს ასეთ დიეტებს, ხომ? მოგეხსენებათ, არის წონის სწრაფი მატება შემდგომ ეტაპს. აი ეს მიკრო რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ თქვენ გვირჩევთ ზოგადად ცხოვრების წესის ჩამოყალიბებას, რომლითაც ვიცხოვრებთ. არა ბატონო, ივნისში არ უნდა გავახსენოთ. მე არასოდეს ვიცხლებ, არ მოახსენებ. რომ ამ ჰიპოკალორიულ დიეტებს, ანუ უნდა დაუპირისპიროთ ჩვენ სწორი კვება და ამას კი არ დავარქვათ დიეტა, არამედ ცხოვრების ჯანსაღი წესი, რომელიც სულ უნდა გვახსოვდეს და ფიზიკური აქტივობა აუცილებელია ფიზიკური აქტივობა, დიახ, ნუ კვირის განმავლობაში, 5 დღის განმავლობაში მაინც უნდა იყოს დაახლოებით 30 წუთი, ეს არის ესეთი მინიმალური, ასე ვთქვათ, რეკომენდებული. მაგრამ დიახ, ეს იქნება სეირნობა, ვისთვის ცება, ვისთვის ერთ რამ, აი ვისაც ეს არ გამოდის, ფეხები გააქვს. ეხლა ნახეთ გეტყვით, მე მაგ ჩემი აი წონა იდეალური სიმაღლესთან. აი რაღაც არ ამგონია. ჩუმათავარ. აი ეს ორი. არ ამგონია იდეალური წონა კონდეს სიმაღლესთან შენ. ავდგე? თვალით. აუ, ავდგე თქვენი ბოდიში, მასის ინდექსია, ხო, ცხიმის მნიშვნელოვანი. შეიძლება ეს კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ არ იყო შესაბამისი. არ იდეალური იყოს ეს. ეს აი იცი იდეალური. შურის ელემენტები. იდეალური.
კარგი. თუ არსებობს ხერხი იმის, რომ მართლა არ დავიზიანოთ ჯანმრთელობა, მოკლევადაში რაღაცნაირად მინიმალურ ინდექსს მაინც მივაღწიოთ იმის, რაც გვინდა რომ წონაში დავიკლოთ. მესმის ბევრი სითხე, კიდევ რა შეიძლება, 7 საათის შემდეგ არ მივირთვათ, ეს სწორი კვებაა? დიახ, გეტყვით. სწორ კვებაში რას მოვიაზრებთ ხომ პირველ რიგში? ეს არის მიკრო და მაკრონუტრიენტებით სწორად დაბალანსებული დიეტა და რა თქმა უნდა ინდივიდუალურად შედგენილი, ხომ? ყველა პიროვნებისთვის. ანუ კონკრეტულად ყველაზე მეტი წილი თვითონ საკვების რაციონში, აი ჩვენს თეფშზე რომ წარმოვიდგინოთ, ნახევარი უნდა იყოს მოცული ბოჭკოვანი საკვებით, როგორიც გახლავთ ბოსტნეული და ხილი, მაგრამ უფრო მეტი წილი უნდა იყოს ბოსტნეულზე, ვიდრე ხილზე. ხილი როგორც ვიცით, დღის პირველ ნახევარში ჯობია მაინც, ვიდრე ღამე, ხო? სტაფილო ბოსტნეულია თუ ხილი? სტაფილო ბოსტნეულია, დიახ, ძალიან ჯანსაღი ბოსტნეულია და მე ხშირად ვურჩევ ხოლმე ჩემს პაციენტებს, განსაკუთრებით ვისაც პრობლემა აქვს, თქვათ, 7 საათის შემდგომ თუ ვერ ითმენს. ვერზე სტაფილო, რომ დიდხანს იღეჭება. ეს ეთყობა, მაგრამ სტაფილოს მაგრამ იხრის ეთყობა კარგად მესმის ყველაფერი და რატომ ვერ ვასრულებ? გვიყვარს სტაფილო დიაბეტი მაქვს მე. არ მჯერა. მართლა არ გჯერა. და ძილი. სხვათა შორის. რა თქვი? არ მეგონა მართლა თქვენ რაღაც წარმომიდგენია რა თქვენ ჯანსაღად ცხოვრობთ და აქტიური ადამიანი ხართ, მაგრამ ალბათ გენეტიკა. მეც მაგას მეორე ტიპის რა არის პრობლემა. ნახეთ, ჩემი სწორი კვება რა არის? მე მაგ დიდი ეზო. ეზოში ბალახია ბევრი. ბოსტანი გვაქვს. ყველანაირი მწვანილი, დილით საუზმობ მხოლოდ მწვანილით. სალათის ფურცლები გადასარავი. აურა, კარგია. არ ვერიდები. ჭინჭარი გაქვს? ჭინჭარი მაქვს. დათესილი გვაქვს ჭინჭარი და ფხალს ვაკეთებთ იის ფოთლებით. ნახე, ვერ ვლაპარაკობ ძიმა რომ მიყურებს, ვერ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ არაფერი ჩემი არ ვიცი, გია ბაღი მაქვს, ეზო მაქვს და ვიზა სტაფილო ეს არის, ბოსტნეულია. არა ხალხო მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენი ადამიანი ჩემნაირი გვიყურებს ახლა რომ გვინდა რომ აგვისტობდე ცოტა დრო დაგვრჩა და დაგვანებეთ თავი ძილი ხომ მნიშვნელოვანია არის უმნიშვნელოვანესი 7-8 საათი. 7-8 საათი. მოწესრიგება, ნუ რაც მესმის რა რთული საკითხია, მაგრამ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ კიდე სტრესის დროს უკვე სხვა ჰორმონალური ტიპის ცვლილებები მიდის და კორტიზოლის დონე მატულობს, შესაბამისად მე გლუკოზის მობილიზაცია იზრდება, ცხიმის მობილიზაცია იზრდება, მიდრეკილი ვართ უფრო ნახშირწყლების მიღებისკენ და ასე შემდეგ. უფრო ადვილად მე უძილობამ, როცა ჩემპიონთა ლიგა მივყავდა და დილის ეთერიდან, ყველა ჩემი პრობლემა ჯანმრთელობის რას გამოჩნდა, მაგ დროს გამოჩნდა. უძილობის გამო. ვიტერბათაც ვის დარღვევა, ყველაფერი. ხედველობაც კონდიციონატება და ყველაფერი. ხედავ შენ. ანუ მნიშვნელოვანია სწორყვებასთან ერთად ძილი. დიახ, ძალიან მნიშვნელოვანი არის, ასევე კიდევ რაზე მინდა გავამახვილა ყურადღება. ჯერადი კვება, მრავალჯერადი კვება დღის განმავლობაში, დიახ, მცირე პორციებით. აი რატომ არის ეს უფრო კარგად რომ მაყურებლისთვისაც იყოს ნათელი ხანდახან ესეთი კითხვები უჩნდებათ ხოლმე პაციენტებს, რომ აი ჩემმა ექიმმა მითხრა, რომ ორჯერ იკვებე დღეში და რატომ მითხრა? ერთხელაც გამიგია ასე შინაგანი. 12 საათიანებსაც ძირითადად, დიახ, ეს ინტერვალური შიმშილი კიდე ეს სხვა ტიპის კვება არის. ანუ 3 ძირითადი კვება უმჯობესია რომ იყოს დღის განმავლობაში. ნუ დაახლოებით 3-4 საათიანი ინტერვალით როგორი დღის რეჟიმიც აქვს ადამიანს ინდივიდუალურად და სასურველია რომ იყოს შუალედებში კიდევ ხემსები, ნუ 2-3 ხემსი, ნუ შეიძლება ზოგიერთ ადამიანთან ერთი იყოს, გააჩნია კიდევ ხო, როგორ გვინდა წონის კლება. და რა არის მნიშვნელოვანი, რომ ძალიან არ უნდა მოგხვიდეს. ძალიან თუ გვშია იმის ბალანსი, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ აუცილებლად ბოსტნეული ჩვენი საკვების მიღების დროს, მერე დავამატოთ ამას ცილოვანი საკვები, რომელიც უკვე გვანაყრებს საკმაოდ, როგორც გახლავთ ეს უცხიმო ხორცი, თევზი, კვერცხი, რძის ნაწარმი და ასე შემდეგ, ხომ? და სულ ბოლოს მოდის ნახშირწყალი. თუმცა ნახშირწყალი გვჭირდება ჩვენ, მართალია არ გვჭირდება ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლები, როგორც გახლავთ ეს გემრიელი, ასე ვთქვათ, ტკბილი საკონდიტრო ნაწარმი, თუმცა ამაზე შეიძლება მუშაობა, ვისაც უყვარს, გადაყვარებაც შესაძლებელია, ან მინიმუმ ნაკლებად სიყვარულის მიღწევა საკუთარ თავზე გამოცდილებით გეტყვით, რომ ეს დაძლევადია, თუ მოინდომებ და განაწყობს შენს თავს, დიახ, რაც
უფრო ხშირად ვიღებთ ტკბილეულს საერთოდ, მით უფრო მეტად ვასტიმულირებთ ჩვენ პანკრეასიდან ინსულინის გამოყოფას, რაც უფრო გვაშიებს, უფრო გვანდომებს კიდევ ტკბილის მიღებას და აი რასაც იტყვიან ხოლმე, რომ აი დამოკიდებული ვარ, სულ მინდა ტკბილი. ეს ერთგვარად მარტო ეს მიჩვევა კი არ არის, უბრალოდ ფიზიოლოგიურადაც ისეთი ცვლილებები მიდის. ამას თუ ჩაუღმავდებით, აქ შეიძლება კიდე სხვა პრობლემასთან მივიდეთ, როგორც არის ყველბითი აშლილობა. თუ იქ თან დახვდა ამას, რა თქმა უნდა, უკვე დარღვეული პათოლოგიები, როგორც გახლავთ, ინსულინის მიმართ გრძნობელობის დაქვეითება, ინსულინ რეზისტენტობა, ხომ, ანუ ეს ისედაც ზედმეტია ინსულინის რაოდენობა, კიდევ ზედმეტად ვაპროვოცირებთ ჩვენ. და მოკლედ თუ გადავრებთ ხოლმე ჩვენ ორგანიზმს. და შეიძლება უკვე ამითი გამოვიწვიოთ პრედიაბეტის და შემდგომ უკვე ტიპი 2 დიაბეტის ჩამოყალიბება. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო რჩევების. იმდენი კითხვა მაქვს, რომ უბრალოდ რო არ მყოფნის და აუცილებლად უნდა მოგიწვიოთ კიდევ ერთხელ ჩვენთან. და მადლობა რჩევებისთვის. მნიშვნელოვანია ძილი, ბევრი წყალი, შვიდის მერე თუ მოგშვიდება სტაფილო ვაკნატუნად და ვიყოთ ბედნიერები. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო რჩევებისთვის. წარმატება და ჩვენს ეთერში ახლა რეკლამის დროა და ძალიან წარმატებებს გისურვებთ.